ძნელია იმის თქმა, რატომ მეყვარს თბილისი. თითქმის შეუძლებელია. აბა რა ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ქალაქია თბილისში დავიბადე, გავიზარდე, თბილისელი ვარ. უზომოდ მეყვარს თბილისი. ლექსიც კი მაქვს თბილისზე დაწერილი, ასე იწყება. შენ ლალი ხარ საქართველოს სილამაზე, თბილისი და თბილი გულის ფეთქვა გვია, შენ ზებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე, მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დახკარგვია და ასე მთავრდება. შენ ზებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე, მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დახკარგვია, შენ თბილისი კი არა და ჩემო კარგო, ის მოუწევს ნატურის თვალი რა დარქვია. არანაკლებ მიყვარს გურია, ვიდრე ჩემი მშობლიური ქალაქი თბილისი. ერთნაირად მიყვარს, რა გამოსარჩევია, მთელი საქართველო მიყვარს. მეკითხებიან, მე რომ ვინ არიან ეს ჩემი ნაზარმეების გმირები, საიდან მოდიან ისინი? რამდენად რეალურები არიან, მართლა არსებობენ ეს ილიკო ილარიონი და ბებია და სხვა. რა თქმა უნდა, ცხოვრებიდან მოდიან, რეალურები არიან. მაგრამ არც ისე არის საქმე, რომ მაგალითად თავის ბოლომდე რეალურები იყვნენ. ზოგი ფანტაზიის ნაყოფიან წერილი ხადია და კრებათი ასეაც სატარებს, ბევრი მათგანი. საერთოდ ეს ის ხალხია და ის მოვლენებია, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს, როგორც პიროვნების, როგორც მოქალაქის და თუნდაც როგორც წერლის ჩამოყალიბების საქმეში. სიყვარული თავად არის ღმერთი, და თუ სიყვარული შენთან არის, შენთან არის ღმერთი. მოგესალმებით უპასუხებლები, მაგით ასე ვთქვათ, ტექნიკურ ხარეს არიგებ, ჩემ ხაზზე დამკვირვებლად შეგაწყვეტ ახლა. ერთი ხორა მეყდება თვითმფრინავთან მაქსიმალურად ვიყოთ ჩუმად. მაქსიმალურად შევხვდეთ ხელი ჩვენს პატარა არტისტებს. არტისტები არიან და შესაბამისად ცოტა შეიძლება რაღაცაში ხელი შეიშალოს ხმაურით ან ასე შემდეგ. და უბრალოდ არის შევხვდეთ ხელი. ერთი ხორა მეყდება ტელეფონები ვისასაგვარ. თქო ხმა გავუთიშოთ და თუ რა თქმა უნდა რეაქცია იქნება გაიცინოთ ან ტაში იქნება თქვათ უკეთესი ბატონო უბრალოდ ამის მიღმა საუბრები არ იყოს ხოდა დიალოგები ერთმანეთთან ძალიან დიდი გოშის მოხდი ეხლა კი მინდა თქვენი აპლოდისმენტების ბოლომდე მოვიწვიო გადაგასაუბრების სცენა და მე გავიცნობ მართლაც რა თქმა უნდა მოგზაურებისთვის მშობლებს განსაკუთრებით 4 წლიანი თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, ერთსულოვნებისთვის, ყველას წარმატებას ვისურვებთ და დღევანდელი ჩვენი ღონისძიების სათავეს ალბათ წაიკითხავდით ნოდარ გუმბაძე მზიანი გულის მწერა. არ ეგუნება საქართველოში ადამიანი, რომელსაც ნოდარ გუმბაძე არ უყვარდეს. ჩვენ შევეცადეთ რომ ნოდარ გუმბაძეს პირადი გაგოცოცხლებინა. ძალიან მკაცრები მოიქნებით. ცოტათი გურიაში ვიმოგზაუროთ. სიყვარული თავად არის ღმერთი, და თუ სიყვარული შენთან არის, შენთან არის ღმერთი. და მხოლოდ
კარგი დავტოვოთ იმ მიწაზე, რომელზედაც ხუთი ბალახი არ ხარობს. კარგის ვერ იხარებს. წელობა უფრო მსხმოიარი ხესახ გავს, რომელზედაც მებაღი ყვახე ნაყოფს დამწიფებას არ აცის. წიფეს გრებს და პალიკის ძივა და ნეშოპალად იქცევა. ქვეყნის სიყვარულს საყოველთაო და სააშიყოდ, ნუ გაიხდით. სამშობლო როშკები ქალი არა აქვს, თვალს რომ მოგენებდება და გაგახსენდება. სამშობლო ტაძარია საოცრავი, მუხზე დაჭრილი უნდა იგებდეს საკუთრებოთან. ცალი ხელით ბეჭდვას უნდა იძლებდე, მეორეთი კი ხმალს უნდა იგდებდე, ეშმაკები მომართავებადო. და კიდევ ერთი, შესაწირავის მიწა და ბერავი ვერდო მიგახსოვს ამ ტაძართან. ქართველები ბედე ხალხია, კვირანი, ალერსიანი სიმღერა უყვართ. დედის გენერისთვის შეიძლება კაცი მოყვართ. ამ ხანაგი უყვართ. ამ ხანაგის გულისთვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შესამაგიეროს სიყვარულს ვთხოვენ. ქართველები თუ დედას არ იფიცებენ, ხალხზე რა ფიცებას უწევს, კიდევ მეც. სიგიჟემდე უყვართ თავისი ქვეყანა. საქართველოს სატყეწელს რომ ამბობენ ხანახან კირია კიდევაც. 60 ქვეყანაა საქართველო, 60. ალაგროს არ უნდა მოსენიკო. მინდა ესეთი ეს პატარაშვილი იყო. დამოკიდებულის პრეტენზია არ მქონდეს, ხოლო ცხოვრას ჩემი ქვეყნის დაპყრობის სურვილი. რაბინიერი იქნება ასეთი ყოფილი. მე მგონი შეერთების ვერა ამაზე ანთებული კაცანია. ხანამის გარშემო მბრმავი კლასები, სრამილები, შვიდი ცდომილი. ალბათ თავისი თანამგზავრების ცისის ბინადარი ხელს დასულს იტყობენ მაცხოველი ცეცხლის გარშემო. დრო შორდებიან, მერე კლავ ახალდებიან და ასე შემდეგ. ვაი ცდომს ამერე სამყარო საერთოდ გაშორდება. ადამიანის სული გაცილებით უფრო ძიმე ვიდრე სხეული. იმდენად ძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ ერთმანეთს ხელი უნდა შევაშვეროთ. და როგორ დავეცადოთ ერთმანეთის სული. ფეჩები ვესხვისი, სხვაგვისი და ასე დავუსაბობოთ. რადგან ქულის ხუსი გარდაცვალების შემდეგ არ უნდა დავახდეთ და არ უნდა დავშეთ მარტონია ქვეყანაზე. ყველაფერს აქვს ქვეყანიერებაზე დასასრულს და დასასრულებაზე. მე ხეს უყო დავთავდები. უბედურება არა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის. ამიტომ არ მეშინა მეთქი რომ გითხრა, ტყუილი იქნება მეშინინა. მაგრამ შინაში შინდებაგულა. ყველაფერში მიდივარ, საშიში სამფერია და არაფერი არ არსებობს. თუ მათოვნა გადავეცვალო და მე არაფერი, მაშინ მით უმეტეს ამ მეტრები შინეს. ისევ ამ ქვეყნას დაუჩები და სხვა სახით მოვალ. ამ ხე, ამ ბალახად, ამ ჩიტა და ამ ისეზე თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ. არ ვატახე, რაც არ უნდა შეგეძლოს. კაცობა არ უნდა დაგახო. იმიტომ რომ ბოლო ერთია კაცის ალაბზე. დადებული ქვით კი არ აფასობს. არ დატოვებული სახელით ადასული. ჩემი სიცოცხლე სიყვარულის დაბას ადამიანის სულით საზრდოობს. უკრაინელი დედამიწაზე სისულით უფრო მეტი ადამიანი ხდება ვიდრე სიყვარული. დედამიწაზე დაშლა წყარო, ჩემი მოსწრებელი სიყვარულისა, გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე თუ შეგიძლია და მე ავწევ. ვაუ, ეს სიყვარული ლოდარ დუბაზე სექს. მას მზიანი გულის ადამიანს უწოდებენ და ასეც იყო. სიცოცხლის სიგეთით იყო გაჯერებული. მისი ცხოვრებასა და შემოქმედებაც. მიუხედავად იმისა, რომ ლოდარ დუბაზე ძალიან განაცხადებული ადამიანი იყო, თავის ნაწარმოებს ინტელექტით არასოდეს ამძიმებდა. ზედმეტად არ აფიშირებდა საკუთარ წიგნიერებებს, თუმცა მისი გმირების დიალოგი გასაოცარი სიძნით გამოირჩეოდა. ნელია, თვითონ რატომ მიყვარს ბიჭი? თითქმის შეუძლებელი. აბა ვიცი, იმიტომ რომ ჩემი ქალაქია. აქ დავიბადე და გავიზარდე. თბილისელი ვარ. ლექსით კი მაქვს დაწერილი თბილისი. ასე იწყება. შენ ლაღი ხარ საქართველოს სილამაზე. თბილისი და თბილისულის ფეთქვა ხვია. შენ ზემნაში საქართველოს ლაჟვარდე ცაზე. ზესრამდე და ყვალი და ჰყავია. და ასე თავი. შენ თბილისი კი არა და ჩემო კარგო. ისა მავაცებს ან ადრეს თვალი რა დარქვია. არანაკლები ვიყავს გულია ვიდრე ჩემი მშობლიური ქალაქი. ჩემს ეთოსი ჩამოდიოდა გუბაზოური. იქვეა ჩემი ქნა საჩქრალი და წიესკული სადაც სიმინდი მიქონა და სახე. სულ 5 წელი ვიცხოვრა სოფელში, მაგრამ მისი სიყვარული იმდენად შევისის ხლორცე. 50 წელი ავწევს სოფელზე და არ გამთავებია. არც სიყვარული და არც მოქმედება. ალაზაძე მოისმენე, ბაშალომიძე და კუნდი ხა, დუბაძე რა არ
დაუბრუნდეთ რა არის სამშობლო, იქნები წოდეთ. როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ დაუბრუნდათ ამდენ ხალხში. დიახ, ასე უცებ დაუბრუნდეთ. სამშობლოს სიკვდილი კი შეიძლება, მაგრამ ის ბატონი სამშობლო არ შეიძლება. მოდით სამი პასუხს ვიპოვეთ რა არის სამშობლო, მანამდე ერთმანეთს ყულა ვთანხმდებით, რომ სამშობლოს ყულა და პატრონობაში. Ei, Sherpina, რა გინდა? ამოდი, სამოსასურყო. ო, გააჭირე საქმე რა, არ გამიგია, ყოველდღე მზისავას ვიყურება. ამოდი, უბედურ რამზე უკეთეს, რას ნახავ? კარგი თქმა, თავი დამაგერე. აბა, ეხტე მან დაუყურე როდისავას დაფხული მონა იმინარეზე და ადახას ყოროყინს. ვერ ამოვარ. არხონეკო სად არის? საფარშია. უთხარის მაინც ამაუდეს. ძაღლი? ძაღლი დაიტოვე. შოთა ეხლა მახარ, გინდა შენ ჭამალოს? აგარ მოდი ან მოგდი კაც, შინშითა დაუძილობ. მადიან. სოფელ საგუშაფო საწყის არაფერი არ მოხდარა. შაბაშ, ძნელას სუძვე არ მას გაუმარჯო. ჯოს. ჭაყელო, წესდების მიხედვით კოშკზე უნდა დამტირებ. მომახსენე უთარება და მორიგეობა ისე ჩამოვა. ყველაფერ ჟურნალში წერენ ამხანაგო ძნელაძე და ვერს ნუტელიკინე. წესი ადაკო მაგას მოახსენებ ხარკში. ვიდრე შენ მოახსენებ ისეთ რამს მოახსენებ ნავახში ამოგავ. რას მოახსენებ? რადა ჩემო შალვა და იმას ალიხორა სპართ მანდარინებმა ზიზინე როდაგმა და შინაშენს არწივე. ვიგი და ამან ფოლები რომ აქვს ამოყენებული და ჭიბი ხერხემაზე მიგრუ ვერ ხედავს მზააცნებს ავტომატ. და კიდე უდეურო. მანეკნე შალვა ჩაკეთე საბირბაშო და სანო ყველაფერი მოუყევი, კარი არ გამიხეს. გასაგებია ძნელა, გასაგებია. დივიზია სპორტის მენა მარცხენ 1-2 საგუშაფო. მე გური კერავა შალავიძევარ. გური შოპე, ხიდის თავში ცხოვრობ, მილიკოსთან, ილარიონ თანამები ასტანეს. ილიკო და ილარიონი მეზობლები არიან, თუმცა ჩვენი ურთიერთობა ნაკლებად მცირდება. ჩვენ ერთ ოჯახად ცხოვრობ, ერთმანეთის ჭრის სამართლის ვიზიანი. ჩემი სოფელი ყველაზე ლამაზი და მხიარი სოფელია მთელს გურიაში. იგი ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან არ შეიძლება იყოს სოფელის არ ცხოვრობ მე. ჩემი ბებია, ილიკო, ილარიონი, მე და ჩემი ძაღლი გურა. ბებია, ხომ ვერ ვეკვირა არის სამშობლო? მაგინავსო და რა ხამიჩის ნენა, სამშობლო აბა სიცოცხლეა და მაგიტომ ის ყველა კაცი შემგვიყინა. სიხარ გამაცხარი. დიდხანს გაწოდოს ბებია, მეძმა. გაიხარ ნენა, ზური გახომ არ დაგინახავ. სადა ეგუთხევი. ხადა და მეკინა სამხას გაქა.
ივლის, აგვისტო, სექტემბერი, სექტემბერს სწავლა, სწავლას 2-3, 4-5, ხანდახან 5-ები. ყველა მასწავლებელი თავისას მოითხოვდა. ბავშვები კი გართობას და გაკვეთილის ჩაშლა ჩვეულებად გადაექცათ.
ვერაფერს ხედავდი ვარსკვლავით მოჭედი იცისა და ხატიას გარდა. ხატია მხოლოდ ძესა და მე მხედავდა, ალბათ სად მხედავდა მე და ხატიას. ჩვენი სოფლის სასწავლო სკოლაში გაიმართება ზურიკი ალავასამლის სპეცსაბჭო. მე რა, მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ. წიგნების ჩანთაში ხილი, შუტური და ფიშტა მიწყია. დასამტრებამდე სკოლაში ფეხშუშველი დავდუა. მაქვს ერთი შარვალი და ყოველ წელს ორი საშემოდგომო გამოსცა. რადგან ჩემი ძაღლი მურა და სულთან დავხვდება, სოფელში სულსახლი აღწევხია. სკოლაში პანთაგა. ხოლო ბებია ჩემი ზურიკ კუდიაზე. ჩემი ნამდვილი სახელი კი ზურიკია. ნუ ლაპარაკო ამბებს. ესა დაიწყება ყველა მასწავლებელი. მოდი ყველანი დავისვათ. ბაშალომიზე ჩემი ასუსრობილი განგოლება და სანამაში ადამიანს ამოწოს სულს ამოხდის ფიზიკა და თვეთრის უნებაში არ არსებობს ენერგია, რომელსაც შეუძლია ვაშალომიძის მოძრაობაში მოყვანა. ისაც დღეში ჩაშრებული სხეული, რომელსაც არ მოქმედებს არავითარი ამონდები ძალა. კარგი ქიმიასაც მოუწია. არავითარი რეაქცია, ის მთელი დღე დამშლის. იგი რაღაც განსაკუთრებული ლაკმუსია, რომელზედაც რაკეტი არ მოქმედებს. ბაშალომის აქვს ერთობლიერი ზონა. ის არ შექანებულია აქ გამოფიტული. სჭირდება ზომიერი სარტყელი, რომ გრძელი და განეთი ერთი მქონდეს. არა, იგი უფრო ქვის არის მეოცე საუკუნის ცივილიზებული მოქალაქე. ძნელია და ათარიღო მომენტი, როდესაც იგი გაყვეწულდა წყარზის. არავით არის პროგრესი. იგი არ ცხრა თავის გას. რაღაცა საერთოდ ბოლოს და ბარე ბავშვი და ელა რომელი აქვს მაგაზე კარგი შენა სიტყვა ვაშალომიძე მართალსაუბრობ ქართულის მასწავლებელი მაგას არ გეკითხება შენ საერთოდ რა სიტყვი საერთოდ ეხა მაგათია და გამოსწორდება კარგი კოლეგე მოწავიდეთ. ამისგან მაინც არაფერი გამვა. შევია გაგვეცეს. სამშობლო, თბილისის პატარა
აპასიონოს უსამართლად თეთრ ფაფარს რომ დაიდახა და ყელში ბურთი გაგეჭრიება, იქნებ ეს არის სამში. დიდი მადლობა ბუკალში. მებია მაგის ხრობა ვის გაუგია? ფარი არა ამადი რომ გაქვს. რა შუში საათო? ნილარიო მოგზადი, ახლა და ახლა. გამარჯობა, შენი ილიკობიტია. ნილარიო შევარდნათ გამარჯობა, ილიკო. გაუმარჯო საბა თქვენ ჩამოსას სრდიმო რობა თქვენ არ გაგვდა პატიოსნება კაცი ხარებული მოვედი ქალაქის ამბებს გავიგებნეთ კი და თქვენ რა უმძლები ვითამხდით შევარდნით თქვენი ვაშტაცი აპატია ილიკო, დაღლინიო. თქვენი ნაყვამი ხარია მე თორე ილარიონაც გვერდს აციმარებული უნიფერსიტეტიანობა კი ვიცი ის კარგოს. მაინც ვისთვის გამოდერიკა ილიკო პრუსიანი, გამოვიჭირე, ხო? ჩამიგდეთ, ხო? მითხარი, ბარი, მომწამე, დამშხამე, დამფინე, დამყარე. ამომხადე სული, აგერა, სადარბო. რა გაგდა ეს უპატრონო გაწევდა რა ჭამე ბიჭო ოქროსავი კაცი გამოგიგზავნე თბილისში და რანგიში შველი გადარეკო კარგი დგა მოდით ჩამოსვლას და ქვეს დახოჭას გავმარჯო, შემოილიკო. მასე დაალოცილო რა დამძაფეთ ეს სალთვალე კაცი ცოდვა არ ვარ ვიყავს თქვენს მეტი თქვენზე უკეთესი თქვენი თავი მომიშალოს მეთმა მაგრამ მაინც ვიციგნი არ მეგონა თუ გეწირებოდა შენც კი მეძახე გრუციანს მაგრამ ხომ არ წის მე ცალთვალა იყო შეუპატრონე კუტუზოვი მაგრამ დედამიწის გულში რა იდო იმას ხედავდა რა მოხდა ერთი თვალი შეგლახა მაგი კი არა ორივე თვალი რომ დაგვეცოს რა დავყარგავს ჩავყიდებთ ერთმანეთს და ვივლით ამ დუნიაზე ვერ ვივლით და ამჯობატრებს ჰაით შეგლახა ილიკო რა იყო ილარიონა მას რაღაც ერთი წუთი თუ გავხარ ვერი გაცედება მითხარით რა არის სამშობლო რაც მე მახსოვდა ვიცი სამშობლო გაჭირება და ტკივილია ვიდრე დავხინება და დღესასწაული კიდევ ძაღლი კატა ბოციცილა ურევი ნაჯახი მიწა აი ხელში რომ აიღე და დაკარგა ფიქრობ სამშობლო დაუდარბაშედების გალობანის სინამდვილის სამი არის დემეტრებები შეხარვენა პატა სააკაძია ქეთევანის დაშახული მკერდი თამარის ფიძი და ვეფხის წყალსანი არის დიდი მადლობა გამართული დამკეტი იყოს და სხვა არაფერი. ვერავ ვიცი რას ნიშნავს ეს სიტყვა. ან როგორ განმარტო საბა მას თავის ლექსიკონში. მაგრამ ხელახეის გურიაში ბევრ რამეს ყოფს. ისოს მიგერ გაბრიელს
ამის შესახებ სპეციალური დადგენილება ქონდეს გამოტანილი. ადამიანები რადგანაც ნაშრომს ღამეს სრულდებიან, ასე მოვიდა არხად ბიბლიისთვის. ესე იგი მისი თქმა არა ცოტა იქნებით კი წაეხმარა ვიდო აღათი ათი შეუბედო ათი და შეხედები მოვიდა მინდა შეჩვენო გიშელი თმა და იკიბლე ოი ახასასნე ვესწარი აღათი ვიღარ შემეგები ბაც იეზოში და ვიღარ მესხლის მოი ჩემო კრასავიცა ნინიჩკა არჯერა იგი ამჯერად ძვას ცრავა არ დავიჯერებ. რამდენი წლის იყო აღათი? ეხლა ვკითხე. აღათი ბებია, მაინც რამდენი წლის ახალმეთქი? ასალოჩი, ულანი. ფირალოდ მგევიდა. იმ წელს მეორე თომთხოვიო. მაგია საჩეკვენ, მაგის მეტიკა ხომ არ იყო? მაგას ვერ გეტყვი და ისეთი იყო ცხოვრებული მოწიფული ყვავისთვის. ისე კაი დიდი ხარჯი კი არ ნაკნარი. მაგი ფუი და საჭმელი დროს გამეგზავნეთ აღათიანების შვილებს. კიდო ერთ-ორ წელს იცოცხლება და მიიღებული ყავდათ გაჭირვებული. ნასწავლიშვილი იყავს საღათიას და მაგენის ამბავი ხომ ვიცით, უმავიწყები არიან. კიდო კაი პირველზე ჩამოსვა რომ არ დაავიწყდა. როგორც იქნა ხალხი მოიხარჯეს და დაიწყო გემი. აღათი ბიძოლოგი წევს ელოდება როდის გააზრება 1000 კაცი. წევს ელოდება როდის გაასვენებები. ვინ არის? ვიღაცის დედა. დედა, თუ დედა მოიცნის, დედა საწავა. უკვე ძალიან დიდი ხანია იცნის ბატონო მინისტრო. რა უნდა? თქვენ მოდიხართ. რაგაცი? აქ ვინც მოდის, ყველას თქვენთან სურს საუბარი. მე კი ვეკითხები ხოლმე, რა გნებავთ მეთქი? ისინი კი სულ ასე პასუხობენ. ბატონო მინისტრს მოახსენებთ. მომწალით ქალბატონო. დავწალით ქალბატონო, გისმენთ? მე ჩემი შვილის თაობაზე გაწვდით ბატონო მინისტრო. მიბრძოლეთ ქალბატონო. მე ზაზანაკაშის დედა გახმარ. ზაზანაკაშიძე. ჩემი სეხნია ყურბილა. რა ჭირს თქვენ შვილს ქალბატონო? ჩემი შვილი რესტორანში რომ დააშავე და იქ საფრთხე ურევი. რესტორანი მადა ზაზანაკაშიძე და ქვირაკია ქალბატონო. ალიკო ნაკაშიძე. მე მგონია სიტყვა ურევია. ის სიტყვა რა ის თქვენი შვილს მიესანება ქალბატონო. მართალიცადები ჩვენ მაპატიეთ ასე რომ მოგმართავთ. ას ბრძანი. ჩემი შვილი არც კი ურევია მაგ საფრთხეში. იგი უბრალოდ იყო. ყველა პატივნის და ვიჭიტანის და ასე ამოს ქალბატონოვანი. ვიცხი შოვა ამას რომ მოხდე. მას როგორ მომიწევ? თქვენ და მე და ატოსად სიტყვაზე. მაშინ მე რა უკვე იყო ამოწყისა და კამუნციების პატრონთან სიტყვაზე. მე მესმის ბატონო მინისტრო თქვენი მდგომარეობა, მაგრამ ჩემი შვილი რესტორანი. ჩემი შვილი რესტორანი. საიტსაკეში არ ურევია. როგორ განეთ? ჩემი შვილი არც კი ურევია ბახსათში. იქ უბრალოდ იყო. მართალი ბრძანები ქალბატონო, მაგრამ მადაშუღდარი დანაშაული ხელოვნება არ არის და არც იქნია საკამოფენო დაბლა. არ პასუხია, მაგრამ თუ ადამიანის აღზრდა ხელოვნება, მაშინ ადამიანს როგორც ხელოვნების ნიმუშს ისე უნდა მიიღეთ. რატომ გონიათ ქალბატონო, რომ თქვენი შვილი ხელოვნების ნიმუშია, ხოლო ჩემი თანამშრომელი ამ დარგაში მისული ბრიყვი გაყურებული. მე გარემკადებია თქვენს, მაგრამ თქვენს გამოდიებას გადვას არ შეუძლია გავუღოს ჩემს შვილს. რატომ? იმიტომ რომ მას აკირა ჩემს შვილს სჭირდება. კერძოდ, კაცმოყვარეობა, გულისხმობა და მოწმინება. რა დარჩა, საწყად გავიგოს. სისხლის სამართლის კოდექსი. მე და იცოდა? ცოტა კაცმოყვარეობა, გულისხმობა და მოწმინების გარეშე. თქვენ გონია საქმე უშუალოდ გადავცე, თქვენში სამე ეშველებოდა. დარწმუნებული ვარ. პირველად ხედავს საკუთარ შვილში ასე დარწმუნებულ დედას. შემოხვედრ ჩემს შვილს. შეუძლებელებას ყველაფერს ვახნევი. თქვენ გონიათ? დარწმუნებული ვარ. თქვენ ჩემს ადგილზე იყოთ, როგორ მოიქცეოდი? მე თქვენს ადგილზე რა ვიყო, ყველა პატიმას გავუშვებდი და ციხის ფანჯრები და
ჰიტ ბაირადებს გადავწერდი. ალბათ ამიტომაც არ ვარ თქვენს არგიებზე. წამოვიძანით ქალბატონო და ერთად მოვილაპარაკოთ ამ საქმეზე. მაგრამ ამას უშუალოდ ამას მაგას შემოშია ყველა შეგაძეკა
გავიხარისხებთ სამშობლოს სიყვარულს მშობლიური ტერიტორიის ცნობანა მისდამი დამოკიდებულია ძირას ტიპის რომელსაც საუკუნეების მანძილზე იზრდება და სულ ახალახის შეძენილი დამოკიდებულებების და გენების საშუალებით გადაეცემა თანავალობის მაშინ მოშიაშვილს ყოველწლიურად საფრთხის თაგანი და გოგიები მეტი უფლებაც აქვს სკოლის ქართველებმა საქართველოს სახელმწიფო უცხოვარდები გასაგებია გარეთ წესიდან ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ ჯერ შენ წესი გარეთ მაშიაშვილი სპაშავი შაშია Dame
Thank you.